გამარჯობა, მე ვარ მარიკა. 13 წელია იოგას ვიცნობ და ამ 13 წლის განმავლობაში დავაგროვე ბევრი გამოცდილება. ეს გამოცდილება მინდა გაგიზიაროთ და ვაქციოთ თქვენი დღის ან დილის რუტინად. მომყევით იოგა მარიკასთან ერთად. მოვამზადოთ გახურებისთვის. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის იოგაში. ჩვენ დავიწყებთ ფეხის ტერფების ზემოთ აწევით გახურებას და გავიმეორებთ ამას 11 ჯერ. ეს სავარჯიშო შეგიძლია შეასრულო მინიმუმ 11 ჯერ, მაქსიმუმ 21 ჯერ. რომ შენი ფეხები და ფეხის კუნთები იყოს მობილიზებული, რომ დაიწყო იოგის ასანების კეთება. შემდეგ გადავედით კლავებზე. კლავები უნდა ვამოძრაოთ წრიულად წინ და უკან. ამ შემთხვევაში 4 ჯერ წინ, 4 ჯერ უკან. შემდეგ ხელების გახურება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც დაყუდებულ ძაღლს ვაკეთებთ იოგაში და საერთოდაც სპორტში ხელები ძალიან დიდ როლს თამაშობს და მისი მობილიზება და გახურება ძალიან მნიშვნელოვანია. ხელების წინ და უკან მოძრაობით წრიულად. შემდეგ იდაყვების გახურება, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ერთი მიმართულებით წრიულად და მეორე მიმართულებით. შემდეგ მაჯების გახურება, წრიული მოძრაობით, მუჭებად შეკრული ხელების და ასევე მეორე მხრიდან მოძრაობით, ასევე წრიულად. ეხლა კი დავიწყებთ თეძვების გახურებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მობილიზებისთვის და მოქნილობისთვის. დავიწყებთ მარჯვენა მხრიდან მარცხენა მხარეს გადასვლას. წინ შესუნთქვა, უკან ამოსუნთქვა, წინ შესუნთქვა, უკან ამოსუნთქვა, წინ შესუნთქვა, ამოსუნთქვა. შეგვიძლია გავიმეორებთ 6 ჯერ, 8 ჯერ, ან 10 ჯერ. ახლა კი სხვა მხრივ, ან მომდევნო მეორე მხარეს შეგვიძლია დავიწყოთ წრიული მოძრაობა, რა თქმა უნდა, წინ გადახრისას შევისუნთქავთ და უკან გადახრისას კი ამოვისუნთქავთ, ეს მნიშვნელოვანია. დავიწყოთ თეძვების გახურება. და ასევე მუხლების. ამ პოზას ქვია ბაყაყი. ჩდებით როგორც ვიდეოში ენაჩვენები იმ პოზაში. და დავიწყებთ. ფეხის წვერებით ვეყრდნობით მატეს და წინ გამოსვლისას შევისუნთქავთ და უკან ამოვისუნთქავთ. წინ გამოსვლისას შევისუნთქავთ და უკან ამოვისუნთქავთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად გავაკეთოთ ეს სავარჯიშო. ამ დროს მუხლები, ტერფები, ფეხები და ასევე მუცლის კუნთები იჭიმება და მობილიზდება. ეს სავარჯიშო შეგვიძლია გავიმეორებთ 13 ჯერ, 27 ჯერ ან 53 ჯერ. აქ მე გახურებისთვის ვიმეორებ მხოლოდ 13 ჯერ. არ დაგავიწყდეთ. წინ უნდა შევისუნთქოთ და უკან უნდა ამოვისუნთქოთ. როცა ზემოთ ავდივართ, უნდა ამოვისუნთქოთ. ეხლა კი დავიწყებთ თეძვების გახურებით.
აუცილებლად მუცელი უნდა შეიწიოს და დაიჭიმოს მუცლის კუნთები, როცა ამ სავარჯიშოს აკეთებ, რომ მთელი ტანი არ იმძრეოდეს, ანუ გაშეშებულ ფორმაში უნდა გააკეთო, ეს აუცილებელი არის, რომ მუცლის კუნთი იყოს დაჭიმული და დაიწყო მარჯვენა ფეხის მოძრაობა წრიულად და მერე იგივე მოძრაობა საპირისპირო მხარეს. ეს შეიძლება გაიმეორო 6-ჯერ, 8-ჯერ ან 10-ჯერ. ამ დროს ხურდება შენი მენჯ ბარძაყის სახსარი და იმზადება სავარჯიშოდ. გადავედით მეორე მხარეს, მარცხენა ფეხი. ავწიოთ მარცხენა ფეხი და დავიწყოთ მარჯვნიდან მარცხნივ წრიული მოძრაობა. აქ მიჭერს მე ბალანსი, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემი მუცლის კუნთები იყოს დაჭიმულ მდგომარეობაში, რომ ჩემო სხეულმა დაიჭიროს ბალანსი. ეხლა კი მარცხნიდან მარჯვნივ, ანუ საპირისპირო მიმართულებით წრიული მოძრაობა, ვიმეორებთ 6-ჯერ. როცა მას მოურჩებით, შეგვიძლია ყველა მოძრაობა გავაკეთოთ, ის მოძრაობა გავაკეთოთ, რაც გვსურს, მაგრამ შემდეგ აუცილებელი არის ფეხის წრიული მოძრაობა, რომ დაჭიმული ფეხი მოვიყვანოთ უფრო კარგ მდგომარეობაში. აქ კი ფეხის გაწელვებს ვაკეთებ. ფეხის თითები გადადის სტერბსა და პირიქით. ახლა კი მარცხენა ფეხი. წრიული მოძრაობა. წრიული მოძრაობა საპირისპიროდ. ფეხის ტერფების გაწელვა. თითები გადადის უკან, შემდეგ წინ და ამ დროს იჭიმება აკოჭი და სახსრები ტერფზე. როცა ამას მოურჩებით, შეგვიძლია ხელები ზემოთ ავწიოთ და ყველა ჩვენი ნეგატიური ენერგია გარეთ გამოვუშვათ აი ამ მოძრაობით. შეისუნთქეთ მაღლა, ამოისუნთქეთ დაბლა. შეისუნთქეთ მაღლა, ამოისუნთქეთ დაბლა. ეს მოძრაობა შეგიძლიათ გააკეთოთ 6-ჯერ, 8-ჯერ, ან 10-ჯერ. აქ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რომ ცოტა ადგილი მქონოდა. და ველოსიპედი გადავაადგილე. ახლა კი მომზადოთ უკვე ვინიასასთვის. ეს მოძრაობები არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი მენჯ ბარძაყი მოვიყვანოთ წყობრში. დავიწყოთ ღრმად ჩასუნთქვით და ამასუნთქვით. ვიფიქროთ როგორ დაიწყო ჩვენი დილა. ჩემთან 8 საათია დილის. ადრე გავიღვიძე 7-ზე. დავიწყე გახურება, წყალი დავლიე. ეხლა უბრალოდ შევისუნთქოთ და ხელები წინ ჩვენს გულთან. ამოვისუნთქოთ. შევისუნთქოთ ისევ და მარჯვენა ხელი დავდოთ მათეზე და მარცხენა ხელით გადავიწიოთ. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი საჯდომი ყარად იყოს იატაკზე. ეხლა კი შევცვალოთ ხელი ამას უნთქვისას, ავწიოთ ხელი და გადავიდეთ მარცხენა მხარეს,
არ დაგავიწყდეთ, საჯდომი ძალიან კარგად უნდა იყოს დაყრდნობილი მათეს, იატაკს. ამას ვიმეორებთ ორჯერ. გადავიდეთ მარცხენა მხარეს ისევ. და ახლა მობილიზდეთ და წამოვიდეთ წინ. რადგან ჩვენი სხეული გახურებულია, არ უნდა გაგვიჭირდეს წინ გადმოწევა. ყველას სხვადასხვანაირი აგებულება აქვს, ანატომია აქვს და თუ კი წინ ვერ გადმოხვედით, ეს არ არის დრამა. თქვენს სხეულს მოусმინეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა კი წავიდეთ და დავდგეთ 4-ზე. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მხრები და ხელები გასწვრივ, ერთმანეთის გასწვრივ იყოს. მუხლები, თეძვების გასწვრივ და ზუსტად იმ ზომაზე უნდა იყოს გახსნილი მუხლები, რა ზომაზეც შენი თეძვებია, რა ზომად შენი თეძვაა. ეხლა შევისუნთქოთ და ავიწიოთ და ამოსუნთქვისას გავაკეთებთ კატას. შევისუნთქოთ და ავიწიოთ, ამას ქვია ძროხის პოზა და ეხლა კატის პოზას ვაკეთებთ, ეს ამოსუნთქვის დროს. შევისუნთქავთ, დავდივართ ზემოთ და ამოსუნთქვისას ტანს მხრებს ვწევთ ზემოთ. შევისუნთქებთ, თავს წევთ ზემოთ, საჯდომსაც და ამოსუნთქვისაც უკვე ჩვენი ხერხემალი იწევა ზემოთ. შევისუნთქოთ და ამოვისუნთქოთ. ნეიტრალური პოზიცია. და აი ამ პოზიციიდან გადავდივართ წინ. ვიზმორებით, ესე რომ ვთქვათ, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ შენი საჯდომი იყოს არ გადაიწევს ძალიან წინ და იყოს ჰაერში. მხოლოდ შენი წინა ტანი იწევს წინ, რომ გაწევო წინ გულმკერდი. და ხა ისე ვუბრუნდებით 4-ზე პოზიციას. აქედან ვწელავთ მაჯებს. ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, ვისაც არ ეს სიამოვნება გთხოვთ, ნუ გააკეთებთ. ვწელავთ მაჯებს. და ამ პოზიციიდან გადავდივართ თავდაღმა ძაღლში. მარჯვენა ფეხი ზემოთ და ჩასუნთქვა და ამოსუნთქვასთან ერთად ფეხი ხელებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ დროს, რომ მუხლი და ტერფი იყოს ერთ ხაზზე გასწორებული. მარცხენა ფეხს ვადგამთ ქვემოთ, იატაკზე, მათეზე და ავდივართ ზემოთ. ხელებით. ჩვენი მუცლის კუთხე არის დაჭიმული და ჩვენ ვცდილობთ, რომ ცოტა უფრო უკან გადავიდეთ ამოსუნთქვასთან ერთად. მარჯვენა ხელი მუხლზე, მარჯვენა მუხლზე შესუნთქვა და ამოსუნთქვით გადავდივართ მარჯვენა გვერდზე, რომ გაიწელოს ჩვენი მარცხენა ფეხის ბარძაყის სახსარი. დავრჩეთ 2 ან 3 ამოსუნთქვა ამ პოზიციაში. ავდივართ ისევ ზემოთ და ახლა მარჯვენა ფეხთან ვდებთ ხელებს. ამ დროს მარჯვენა ფეხი სწორდება და ჩვენი ფეხის ტერფის კუნთი ფლექს აკეთებს და ადის ზემოთ. ამ დროს იჭიმება ჩვენი მარჯვენა ფეხის უკანა კუნთები. ამოსუნთქვისას ამოდივართ ზემოთ, ჩასუნთქვისას ჩავდივართ ქვემოთ. შევის. ახლა კი გადავდივართ ისევ იმ პოზიციაში, სადაც დავიწყეთ. მარცხენა ხელი იატაკზე, მარჯვენა ხელი ადის ზემოთ. ჩვენ ვრჩებით ამ პოზიციაში
ან ადამიანებს, რომლებსაც უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ და უფრო ფლექსი სხეული აქვთ, ასე რომ ვთქვათ, ისინი მარცხენა ფეხს და მარჯვენა ხელს უკავშირებენ ერთმანეთს და ამ დროს იწელება ჩვენი მენჯი ბარძაყი ძალიან და ვისაც ეს მოსწონს და არ შეუძლია, გთხოვთ, რომ დარჩეთ იმ პოზიციაში, რასაც თავიდან ვაკეთებდი და ეხლა გადავდივართ უკან. ამ პოზიციიდან, როდესაც ფეხს ფლექსს ვუკეთებთ, ავდივართ ზემოთ სამფეხა ძაღლის პოზიციაში. ვუბრუნდებით ჩვეულებრივი დაყუდებული ძაღლის პოზიციას და ახლა გადავდივართ პლანკში. კობრა, ხელებს წევთ მაღლა, ხრებთან გვაქვს ხელები. გადავდივართ ისევ დაყუდებული ძაღლის პოზიციაში და ჩვენი მარცხენა ფეხი ადის სამფეხა ძაღლის პოზიციაში. ამოსუნ თქვასთან ერთად ფეხი ხელებს შორის უნდა დავდოთ. ჩვენი მარჯვენა ფეხი იატაკზე, მარჯვენა მუხლი იატაკზე. და ამ დროს ამოსუნ თქვასთან ერთად ვსწორდებით და ხელები არის მაღლა. ძალიან მნიშვნელოვანი არის მუცლის მუსკულატურა, ამ დროს არის დაჭიმული. მარცხენა ხელი დადეთ მარცხენა მუხლზე და ხელით გადაიწიეთ, მარჯვენა ხელით გადაიწიეთ მარცხენა მხარეს. მუცელი არის დაჭიმული. ამ დროს ამ პოზიციაში გთხოვთ დარჩით 2 ან 3 სუნთქვა. ამ დროს მენჯბარძაყი იწელება ძალიან. ამოსუნთქვით ადიხართ ზემოთ, ჩაისუნთქეთ და ჩადიხართ ქვემოთ და ამ დროს სწორდება თქვენი მარცხენა ფეხი და ფეხის ტერფი ფლექსს აკეთებს. ხერხემალი გასწორებული არის და შეისუნთქავთ და ადიხართ ზემოთ და მოისუნთქავთ და ჩადიხართ ქვემოთ. შესუნთქვა, ამოსუნთქვა. ჩადიხართ ქვემოთ. ფეხს ისევ უბრუნებთ მდგომარეობას და მარცხენა ხელი არის ზემოთ. მარჯვენა ხელი დაყრდნობილია მათეს იატაკს. შეგიძლიათ ამ პოზიციაში დარჩეთ. ვისაც უფრო მეტი სურს და მეტად უნდა გაიწელოს, მარჯვენა ფეხი იხრება მუხლში და მარცხენა ხელით კიდევთ ამ ხელს. აქ შეგიძლიათ დარჩეთ 1 ან 2 ამოსუნთქვა. როგორც თქვენს ხელს შეუძლია, ან კიდე დარჩეთ წინარე პოზიციაში. ვბრუნდებით ისევ იგივე პოზიციას, უბრალოდ მარჯვენა და მარცხენა ხელი არის შენი მარცხენა ფეხის წინ. ამ დროს იწელება შენი უკანა კუნთი მარცხენა ფეხის. შეგიძლიათ ამ პოზიციაში დარჩეთ 2 ან 1 ამოსუნთქვა, როგორც თქვენ გესიამოვნებათ და გრძნობთ თავს უკეთესად, ისე. ეხლა კი უბრუნდებით სამფეხა ძაღლის პოზიციას. შევისუნთქოთ ჩვეულებრივ დაყუდებული ძაღლის პოზიცია და აქედან გადავდივართ პლანკში. ვინიასა, კობრა. კობრადან გადავდივართ ისევ დაყუდებული ძაღლის პოზიციაში. ახლა გამიდივართ წინ და ვცდილობთ რომ ჩვენი ხელებით ჩავაჭიდოთ ფეხებს, გავიწელოთ
მადლობა რომ მიყურებთ და მადლობა რომ ჩემთან ერთად აკეთებთ იოგას. ეს ჩემთვის პირველი გაკვეთილია. მომავალ შეხვედრამდე.